თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე ჩხუბი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქართველი კალათბურთელი იყო ბილბაო ბასკონიის მატჩის დროს. თორნიკე შენგელიასა და ტოროდოვიჩ შორის დაწყებული დაპირისპირება საბოლოო ჯამში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. შეხვედრის საჯმა თორნიკე შენგელია დისკვალიფიკაციით დასაჯა. მოგვიანებით შენგელია დარბაზში მჯდომ ერთ-ერთ ბავშვთან მივიდა და ჩხუბის გამო მოუბოდიშა. ესპანეთის ყველაზე მაღალ ტირაჟიანმა გაზეთმა მარკამ კი ამ ეპიზოდს დიდი ჩხუბის ნათელი წერტილი უწოდა. ქართველი კალათბურთელის სამსაქციელმა მედიის გარდა ფანების მოწონებაც დაიმსახურა. არ უნდა მომხარიყო რასაც ამონო ფაქტი ეს არის, მაგრამ ხდება ხოლმე და ბოლოს მაინც ადამიანები ვართ და იქ პატარა ბავშვი შეშინებული იყო და დავინახე მივედი და მოუბოდიშე რა. იქ მოხუცი ხალხი ჭირდება იმათაც მოუბოდიშე პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და ვცდილობ რომ მაინც ჩემი ჟესტით გამომეხატა ეს და არ დაახლოებით სექცია არ ვიცი რა იქნება.